თენგო თევზაძე კოალიცია ცვლილებებისთვის ახალი პარტია, რომელიც არის ასევე ასაკრძალთა სიაში. Რა გამოწვევაა ეს თქვენი პარტიისთვის? Აი, როგორ ხედავთ ამ პარტიის მომავალს? არ არის ეს კოალიცია არ შეიძლებოდა ეს ვთქვათ ბლოკის და კოალიციის ფორმატით წინ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ რაღაც ტიპის ერთობა გააქვთ, როგორც ჩანს შენარჩუნებული. საპატიმროდან ლიდერების გამოსვლის შემდეგ რა იქნება, არ ვიცით, მაგრამ ახლა როგორ უყურებთ ამ პერსპექტივას პოლიტიკურ ცხოვრებაში თქვენი ყოფნის? პირველ რიგში მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ერთადერთი კოალიცია ვართ, რომელიც არის შენარჩუნებული კოალიცია, რომელიც 24 წლის ივლისიდან, ანუ წინა საარჩევნო პერიოდში შევქმნით გირჩი მეტი თავისუფლებას და დროასთან ერთად და ამ კოალიციას ჩვენ ძალიან ვფრთხილდებით, მათ შორის ამ კოალიციის პოლიტიკური პარტიის წევრებს და ლიდერებს. ნაწილი ხა ციხეშია. საპატიმროში ყოფნამ ხომ არ გააჩერა პროცესი, რომელიც რაღაც ეტაპზე შეიძლება დაშლით. არანაირად ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს კოალიციის წევრებს ერთმანეთთან. ეხლა გიგა ლემონჯავა ადმინისტრაციული წესით პატიმრობაში, გიგასთან მქონდა და სხვა წევრებთან, როგორც გირჩი მეტი თავისუფლების წევრებთან, ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ დაახლოებით 15-მდე ადამიანი ჩვენი კოალიციისა წევრები და ლიდერები არიან ციხეში და ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი გამოწვევაცაა, მაგრამ ეს აძლიერებს კოალიციაში ერთობას და ბრძოლის და წინააღმდეგობის მოტივაციას ზრდის. რაც შეეხება აკრძალვასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე გავაკეთეთ განცხადება ამასთან დაკავშირებით და ჩვენ ვჩებით ამ პოზიციაზე, რომ ეს აკრძალვა არის ერთი ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთის მხრივ ცხადად აჩვენებს ისუსტეს, იმიტომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილს ვთხოვთ ახალ სამართლიან არჩევნებს, პოლიტპატიმრების განთავისუფლებას, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს მოყვება მთავრობის გადადგომაც და შემდეგ ხალხმა გადაწყვიტოს სამართლიან არჩევნებში ვინ უნდა იყოს ხელისუფლება და სამართლიანი არჩევნების რო ეშინია, იმიტომ უნდა რეალური ოპოზიციის გაუქმება თუ აკრძალვა, რომ მე რაღაცა წამოვიდა, ხო, ეხლა ნეიტრალურმა საქართველოსმა თუ რაღაც, ანუ ველი უნდა გავწმინდოთო კობახიძემ, ხო ესეთი თქვა და თევზაძისგან უნდა გაწმინდოს ველი და ნანა კაკაბაძე შემოიყვანოს პოლიტიკურ ველზე. ეს ხო ვერ მოხდება დიანა. ეს ხო არაბუნებრივია და როგორ შეიძლება მოხდეს პოლიტიკა არ არის რაღაცა როგორ თქვა ხა ირაკლი კობახიძეს რო გონია რომ რაღაც სახელმძღვანელოს დაწერს და ის სახელმძღვანელო თაროზე ჩამოიდება, არავინ რო არ წაიკითხავს. ესე არ არის პოლიტიკა. პოლიტიკა არის საკითხი გამოიტანა ეხლა და შეიძლება ის ლოგიკურ ფინალამდე ვერ მიიყვანოს, მისი გაგებით. არ უყურ, ლოგიკური ფინალი არის შემდეგი. აკრძალვების ლოგიკური ფინალი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის დაშვებით მოხდა მხოლოდ და ერთი რაც თუ უყურებს და მე ვიცი რომ უყურებენ ყველა გადაცემას, თუ არა და ანალიტიკას უკეთებენ ბიძინა ივანიშვილს და თუ ამ გადაცემის ანალიტიკასაც გაუკეთებენ და განსაკუთრებით დარწმუნებული ვარ რომ გაუკეთებენ, უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ ბოლოს აკრძალული იმარჯვებს. ყველა რეჟიმის პირობებში და ეს მოხდება ახლაც. რაც შეეხება ამას იყენებს თუ არა რაიმე პოლიტიკური მანევრისთვის, რომ მაგალითად ოპოზიცია გატეხოს. და ასე შემდეგ. დღეს ირაკლი კობახიძე დაიმსგავსა, ბოსტანში ისეთ, ასე ვთქვათ, აი რომ ფრინველს რო აშინებენ რა, აი რაღაც ისეთ საფრთხობელას, რომელსაც თითქოს ბიძინა ივანიშვილს ატყუებს, რომ არა მხოლოდ წელს დავიცავ ჩვენს, ასე ვთქვათ, იმას ქვია ხილს თუ ბოსტანს, არამედ წინა წელს რაც წაგვართოს, იმასაც დავიბრუნებთ. და ეს პოლიტიკაში ვერ ხდება. ვერ ხდება პოლიტიკაში და ბიძინა ივანიშვილი ვერ ჩაანაცვლებს ეროვნულ ძალებს, ხალხის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, ვერ ჩაანაცვლებს ნანა კაკაბაძეთი ხალხის ძალით და ასე შემდეგ. ვერ მოხდება ეს, ვერ მოხდა 13 წელი ამას ცდილობენ. გამორიცხულია. ამიტომ ეს ერთი პერსონალური სიები არ ახლავს ამას და ის რომ თქვენი კოალიციის ორი პარტია არ არის აქ შეყვანილი, არის თუ არა თქვენთვის შესაძლებლობა, რომ რაღაც ტიპის მანევრით აკრძალვის შემთხვევაში დარჩეთ პოლიტიკაში, იყოთ და პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა არსებობდეს თქვენთვის? პოლიტიკური ცხოვრების შესაძლებლობის გაგრძელება აუცილებელი. გამორიცხულია, რომ ეს არ მოხდეს ჩემი თანაგუნდელების და თანამებრძოლების მხრიდან. ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, აი თქვენი ეს შეკითხვა რამოდენიმე დღის წინ მეგობარმა დამისვა, რომელიც პოლიტიკაში არ არის ჩართული, ესეც შეკითხვა, რომ აი ყოჩახ თქვენ ესე რომ იბრძვით, რისთვის იბრძვით, აჯობებთ. აი რისთვის ვიბრძვით არის ის, რაც ბიძინას უნდა, რომ ეს შეკითხვა დაუსვათ ბევრჯერ საკუთარ თავს, რომ შესაძლოა რომ გავჩერდეთ ამ ბრძოლაში და გამორიცხულია. ჩვენ ამ ბრძოლაში ნუ იბრძვით. არა, მეგობრებო, ანუ ნიჰილიზმი არის საზოგადოებაში, უნდა ვაღიაროთ, რომ არის გარკვეულ
ჯგუფებში, მათ შორის პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებების მიღებიდან გამომდინარე, იმ გადაწყვეტილებებიდან, რაც მიიღეს. პოლიტიკაში არ არის ეს ადამიანი და ესეთ შეკითხვები, აი ვაჯობებთ სანამ ვიბრძვით. ეს არის ცხადი. ეს მოხდება აუცილებლად და გამორიცხულია რომ ამ ბრძოლაში ბიზნესა ირაშვილმა გაიმარჯვოს. ჩვენ სტრატეგია უნდა გქონდეს. ჩვენ მთელი ეს წელი ფიქრობთ რომ არც ერთ ეტაპზე არ შეგეშალათ? არა, ჩვენ ვფიქრობთ შემდეგ. სწორად გაიარეთ მთელი წელი? ჩვენ ვფიქრობთ იმას, რომ დღეს ჩვენ ვიმარჯვებთ მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამბობს როცა დადგა, არა, ძალიან მარტივი რაღაცა გვიჭირავს. ჩვენ გვიჭირავს ფაქტი ხელში, ფაქტი რომ ვიმარჯვებთ. ერთი. რომ გძალავენ ეს არის ნიშანი? ეგეც ერთ-ერთი ნიშანია, მაგრამ მივალ მაგ ნიშნამდე უფრო მნიშვნელოვანი ნიშნები ჭანს. ქვეყნის შიგნით არის ნიშანი, რომ ქართულ ოცნებას არ აქვს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ლეგიტიმაცია და ამას საკუთარ თავს კი არ აბრალებს, ოპოზიციას აბრალებს. როგორ შეიძლება ესე ასე უნდა ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაცია, მათ შორის ქვეყნის შიგნით არ აქვს ლეგიტიმაცია. კანონს ვერ გამოსცემს, ამ კანონით მე ხალხს ვერ იჭერს. თქვენი აკრძალვის გადაწყვეტილებას ვერ იღებს, ქვეყანას ვერ მართავს, როგორც მართავს. ვერ მართავს ქვეყანას. ვერ მართავს ქვეყანას. ირაკ ყობახიძემ პირდაპირ თქვა, რომ ის ვერ აღასრულებს კანონებს, რომელიც ეხება მათ შორის პროტესტის დასჯას. ეს არის მისი სიტყვები. და ქვეყნის მართვა თქვენ რა გონიათ, რაღაც სტატისტიკა რო გამოაქვთ ფურცლებზე, ან ძალას რო აჩვენებენ? ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა უნდა გაუმიჯნოთ. სამწუხაროდ ავტორიტარული სახელმწიფოებში საზოგადოებას ქვეყნის მართვა გონია, როდესაც სახელმწიფო ძალას აჩვენებს. აი პირბადეებს რო ამოწმებენ, ეს არის ქვეყნის მართვა პირიქით. ხალბატონ დიანა თქვენს მაყურებელს მინდა უთხრა, ეს ქვეყნის მართვა არ არის, ეს არის პირიქით. პირბადეებსაც რომ ამოწმებენ. არა, პირიქით ხო და ეს არის პირბადეებსაც არა. სხვა ვერაფერს ვერ ამოწმებენ და ამოწმებენ პირბადეებს. რატო ვერ ამოწმებენ? იცი სხვა ვერაფერს? იმიტომ რომ ყოველ რას მართავს? ანუ მე ამ დისკუსიაში არ შემოვდივარ, განათლების რეფორმაზე გადავიდეთ. კი, განათლების რეფორმაზე გადავიდეთ. მიცად რომ თქვენ ამბობთ რომ მთელი წელი სწორად გაიარეთ. არ მithქვას, მაგრამ მივდივით თქვენ მეორე გამარჯვების ჩვენ მთელი წელი სწორად გავიარეთ იმ ნაწილში. ჩვენი ესე თქო თავარი გამოწვევა იყო 4 ოქტომბრამდე პერიოდი. 4 ოქტომბრამდე პერიოდი, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გვესაუბრა და ერთი შეცდომა რაც დაუშვით, როცა მარტში და თებერვალში დავიწყეთ ამაზე ღიად საუბარი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა არ შეშლამაზე. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც დავიწყეთ ოღონდ მარტში, თებერვალ-მარტში. მაშინ პოლიცაბჭოს ჰქონდა. და ის მელია ითხოვდა ყველასგან თქვით, ზუსტად და ჩვენს მიმართ წამოვიდა, თუ გახსოვთ, მაშინ ის ხალხი ვინც ახლა არჩევნებში შევიდა ორივე პარტიამ და სხვა პარტიებისგან, აი ესე თქვა და მაშინ არ უნდა გავჩერებულიყავით. ბოლომდე უკვე მარტში და თებერვალში უნდა გვესაუბრა, მიუხედავად მათი პოპულისტური და ჩემი აზრით საქმისადმი არასერიოზული დამოკიდებულების, მაგრამ ეს არ აუშავს, პროცესი გრძელდება, პოლიტიკური პროცესი. ჩვენ ამ პროცესში ვდგავართ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, პირდაპირ ვამბობ, ჩვენ რაღაც ერთობას კი არ გულისხმობ, არამედ საორგანიზაციო ტექნიკურ წინააღმდეგობის ნაწილში, ასევე ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ სამოქალაქო ჯგუფებთან და მზად ვართ ვთანამშრომლოთ ყველასთან. პარალელურად თენგო ბოდიში ეს არის რუსთაველზე პოლიცია ნახავ ეხა და გახსნევინეს გზა პოლიციამ. ყოველ დღე 3-4 საათი როცა პოლიცია ასობით პოლიციელი ასე იქცევა, ეს არის ქვეყნის მართვა. ეს არის ქვეყნის მართვა, ეს არის პასუხისმგებლიანი მოქალაქეები, ვინც ახლა იქ რუსთაველზე დგან. სხვა შემთხვევაში, რომლებიც იცავენ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებას და ეს мотиваცია აქვს ამ ადამიანებს. იქ მეორე მხარეს უკანონო დავალების გამცემი ხალხი, რომლებიც გუშინ მეც ვიყავი რუსთაველზე და როგორ ათვალიერებენ სურათებს ადამიანებს, რომ ვიღაცა იპოვო, ეს თუ არის ქვეყნის, ეს არ არის ქვეყნის მართვა, ესე არც ავტორიტარები მართავენ. გადაკეტვა ფიქრობთ, რომ ამ ძიმე კანონების ფონზე მაინც ინდივიდუალური გადასაწყვეტია, ინდივიდუალური აუცილებლობა. ეს არის იმ ადამიანების ინდივიდუალური გადაწყვეტილება, ეს პროტესტი არის ხალხის და კონკრეტული პოლიტიკური პარტია ამას ვერ მიუთითებს. ჩვენი პოლიტიკური პარტიის წევრები და კოალიციის წევრები ახლაც მაგის გამო არიან ციხეში, გიგა ლემონჯავა თქვი, ნიკა კვიტატიანი იყო, თამთა გოგოლაძე, სხვები ბევრნი, რომლებიც იღებენ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, ეს არ არის რაღაც პარტიული აქცია, 301 წელია. ყავთ თქვენი მხარდამჭერები? კი, და ჩვენი მხარდამჭერები. თქვენი ნათქვამი თქვენი მხარდამჭერებისთვის ჩვენი ნათქვამი არის ის, რომ იქნებ არ ღირს პატიმრობებზე წასვლა, ან იქნებ ღირს და მეტი ღირს ერთი წელი ჯდომა ღირს ის გადაკეტვის გამო. ნახავთ, მოვა მაგის დრო და მაგ გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ, თუ საჭირო ჩავთვლით. ახლა არის ეს პროცესი, წინააღმდეგობის პროცესი და ჩვენ ვართ იქ, სადაც არის ეს პროტესტი და ეს რუსთაველზე დგომა ადამიანებმა იციან და
რაც შეეხება იმას თუ ვინ რომელ დღეს ამას გააკეთებს, ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება. ასევე დიანა ერთ წლამდე ციხე კი არა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილზე გამარჯვება და თავისუფლებისთვის ბრძოლა ციხეებზე გადის. ამაში ვარ დარწმუნებული, ამაში არა მხოლოდ ჩვენ პოლიტიკურ გუნდში, არამედ ჩვენი ამორჩეველიც, ჩვენი ოჯახის წევრები და ყველა დარწმუნებულია, რომ ამაზე გადის. ოღონდ ბოლოს აკრძალული იმარჯვებს, ბოლოს ის ადამიანები იმარჯვებენ, ვინც მიწა წყლის გაყიდვას ეწირა. ლიდერები ციხიდან და რამე დამატებითი აი ეს თქვა რაღაც დამატებითი თქვენ რა გონიათ რომ ბენეფიტისთვის ჩაჯდა რომ არა დამატებითი ანუ პოლიტიკურ წონას იმატებენ საპატიმროში? რა თქმა უნდა, მაგრამ პირველი ის არის რომ არავის საპატიმროში ჩაჯდომა და პატიმრობაში ყოფნა არავის არ უნდა, პოლიტიკის კეთება უნდა, პოლიტიკის კეთება უნდა და თუ ის ხალხი ვინც ციხეში არიან ახლა ჩემი აზრით ერთ-ერთი გამორჩეულები იქნებოდნენ გარეთ პოლიტიკის კეთებაში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ისინი უმიზეზოდ უკანონოდ რაღაც გამოგონილი ბრალდებები ჩასვათ ციხეში. აი ელენე ხოშტარი არის გამოციხლა ციხეშია. თქვენ დამისახელებთ შეგიძლიათ ერთი პოლიტიკური ლიდერი რომელიმე ევროპაში ავსაუბრო, სოფლიოში, რუსეთშიც კი არა აკავებენ ამის გამო ადამიანებს, რომ თითქოს 537 ლარის ზიანი მიადგა რაღაც პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც უკანონოდ ჰქონდა ბანერი გამოკრული იქ სადაც ჰქონდა და ამით უფრო დიდი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტს, სხვადასხვა იმიტომ რომ კვადრატული მეტრის გაქირავება პული ყავს და ამის გამო ადამიანი არის ციხეში. ეს არის მართვა სახელმწიფოს? არა. და მართვაზე როცა ასევე გეთანხმებით მძიმეა, ასევე შეეძლო გირაოს თანხის გადახდის სანაცვლოდ დაეტოვებინა საპატიმრო. ყველაფერი შეგვიძლია ბრძოლაც გავაჩეროთ და შევსულიყავით პარლამენტში, როგორც ამბობენ. ეგრე ყველა პარლამენტში რომ შევსულიყავით, ერთი წამით, ეხა იმ კითხვას დაახლოებით თქვენ არ გეხევათ, მაგრამ შეიძლება იმ ეტაპზე მივიდეთ, არ აკრძალავდნენ პოლიტიკიდან რო წასულიყავიო. ესე არ მოხდება. არა, ესე არ მოხდება. ესე არ მოხდება. მინდა რომ არ ვიცი, მე კი არა, ალბათ დარწმუნებული ვარ. ანუ ელენე ხოშტარია მოქალაქეს გულშემატკივარს უნდა რომ თქვენ ყველანი იყოთ არა საპატიმროებში, არამედ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში და პარლამენტი იყო ამის შესაძლებლობაც. პარლამენტი სამართლიან სახელმწიფოში მithumetes სადაც არის საპარლამენტო მართლობის მოდელი, პარლამენტი არის იდეალური ადგილი და ჩვენ და მე როცა მაქვს ამის სული ვიყო და ვარ და ვიქნები პოლიტიკაში, ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინტერესი ყოფილიყავი პარლამენტის წევრი, მაგრამ როცა თქვენაირი ადამიანები იყვნენ პარლამენტში, მაგრამ არ ვიცი, ესეც მოხდება ადრე თუ გვიან, თუ საქართველოს ხალხი ამას გადაწყვეტს, როდესაც თქვენ იტყვით უკან გაიხედავთ და იტყვით რომ რაღაც ისე არ მოხდა, როგორც თქვენ გავთვალეთ, რა არის ეს წერტილი? ის წერტილი არ არის, თუ 28-მდე მივალთ და სადღაც შუაში არ იქნება ვადამდელი არჩევნები. ანუ რა არის წერტილი, სადაც იტყვით რომ ეს სწორად ვიარეთ და აქა ეს მოვიპოვეთ, ან იტყვით რომ გავფლანგეთ ეს დრო და 28-მდეც კი ვერ მოვემზადეთ. ეს დრო არანაირად არ გავფლანგეთ, ყველა დროისთვის რაც უნდა ვიყოთ, მათ შორის უახლოეს 2 თვეში ან 5 თვეშიც, მე ესე ვფიქრობ, ასევე უნდა ვიცოდეთ გრძელვადიანი ბრძოლის, იმიტომ რომ ეს დღე როდის დადგება, არავინ არ იცის. კიდევ ერთხელ გამოვიდა ჩვენ რაღაც ავსტრიის, ნიდერლანდების 12 პარტიამ გადალახა ბარიერი და საუკეთესო შედეგის მქონე პარტიამ 25 თუ 26-მა და ნიდერლანდების ხელისუფლებას, ავსტრიის ხელისუფლებას, გერმანიის ხელისუფლებას, ან რომელიმე ცენტრალური ევროპის ან აღმოსავლეთ ევროპის ხელისუფლებას ჩვენ ვეძვით ოლიგარქს, რომელმაც თქვა რომ მისმა პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრმა, ინფრასტრუქტურის არაერთი წამნა ჩავეგნო თქვა. ჩვენ ვეძვით ოლიგარქს, ბანდიტს, კრიმინალს, რომელმაც თქვა რომ მისმა პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა უფროსმა 2 მილიარდი ლარი მოიპარეს. ასევე ვებძვით ადამიანს, რომელსაც თქვა რომ 900 მილიონი დოლარი თუ ასე 700 მილიონი დოლარი გათეთრდა საქართველოში. სოფლიოს ტოპ 2 მეორე ადგილზეა ამ მასშტაბით ერთდროულად ფულის გადათრების. თუ არ ვწდები, ლათინურ ამერიკაში იყო ერთ-ერთი პირველი და მეორეა საქართველოს. სოფლიოში ესეთ პრეცედენტები არ არის. ამიტომ ასეთ დროს ყველა ბერკეტის გამოყენება იქნებოდა თუ არა სწორი. რა ბერკეტი, პარლამენტი აქცეულია, ტატამია ჩვეულებრივი, 3 წუთში იღებენ კანონებს და მე ამ 3 წუთში ადამიანი ამას ხომ წინააღმდეგობას გაუწევდა. წინააღმდეგობას ვერ გაუწევ ვერაფერს თუ ძალაუფლება დამყარებულია. როგორ აი ნახავთ ეხლა ხო შევიდნენ ვიღაცაები რომლებიც ოპოზიცია თulis თავს მე არ ვთვლი მაგრამ ხო შევიდნენ აი როგორ არა არ ვთვლი და მე ბევრი კითხვები მქონდა მათთან დაკავშირებით 4 ოქტომბრამდეც და თქვენთანაც მისაუბრია არ არის ოპოზიცია მაგრამ მათთან ერთად გამარჯვების ფორმულაზე როცა ლაპარაკობთ რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს გახარიას მიღმა ვერაფერს არ არის ეს ფორმულა ირღვევა არა მაშინ იყო კიდეც
საზოგადოებამაც ეგრე ჩათვალა, მარტო ჩვენ კი არა და მარტო თქვენ კი არა გაც. თქვენ და მე კი არ ვარ დამნაშავე ამაში. საზოგადოებამაც ეგრე ჩათვალა და წავიდა და 150,000 ადამიანმა მისცა ხმა, მაგრამ ხალხს რო შეეპარა მის მათ გულწრფელობაში. შეიძლება იმიტომაც აღარ მისცა რომ პარლამენტში არ შევიდა თავიდან. გახარია სამორჩეველი სხვანაირია, კაცო, სხვა ქცევას ელოდება მისგან. თქვენგან სხვა ქცევას ელოდება იმისგან. არა, ხალხო, არ არის. პოლიტიკური გემოვნების ამ ქვეყანაში სხვანაირი ხალხი არ ცხოვრობს. ამ ქვეყანაში ცხოვრობს ადამიანები, ვისაც უნდა პრინციპული თანმიმდევრული და წინააღმდეგობაში ყოფი პოლიტიკოსების ყოფნა. ოპოზიციის ნაწილის პრობლემა რა არის? რომ სიტყვას რო იტყვის, რომ სუსის სპეცოპერაციაა და ამ არჩევნებში არ შევალო, მე არ უნდა შევიდეს, თორე მე არ უნდა გაუკვირდეს 2 მილიონ ამორჩეველზე 1.78 ხმა რომ მიიღო. როცა იტყვი, რომ ეს ბიძინა ივანიშვილი არის რუსეთის ესე ვთქვათ წარმომადგენელიო ბატონ გახარიაზე ვსაუბრობ. მე არ უნდა შეხვიდე იმაში პარლამენტში და იქიდან ერთად არ უნდა აგინებდეს სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ეს უნდა, თორე ქართველი ხალხი გახარიას ამორჩეველი, თევზაძის თუ ახალი სამორჩეველი, ნიკა გვარამიას, ეს სხვადასხვა ადამიანები კი არა. ამ ადამიანებს უნდა თქვენი მანდატი რომ გამოგეყენებინათ, ეს ნიშნავს რომ ივანიშვილზე სხვანაირად ფიქს დაიწყებდით? ანუ ივანიშვილის შეგიყვარდებოდა და მოგეწონებოდათ, ამას ნიშნავს მანდატის გამოყენება. ანუ თუ ფიქრობს რომ რუსი ოლიგარქია მისი პარლამენტში შესვლით გახარიას წარმოდგენა შეეცვალა ივანიშვილზე. ადამიანები თუ მიყვარდება სხვა მიზეზით მიყვარდება ეს მანდატი არა გამდურად. მინდა ასე მაგრამ თუ თვლით ისე დასვით ეს შეკითხვა ვიღაცას ესეცაც იცნობთ ალბათ. თენგო ასე მინდა ასე არა თქვენ თქვით რომ ივანიშვილს აგინებდაო და მე პარლამენტში შევიდაო. იქნება თქვენ ეთერში იყო ეს. თქვენ ეთერში ორივე. ერთიც და მეორეც და მიხარია რომ უყურებთ ჩემ ეთერს. ია, ყველა ეთერს უყურებ, რომელიც არის საინტერესო და პოლიტიკოსები თავის პოზიციას აფიქსირებენ. ძალიან მარტივია საკითხი. თანმიმდევრული ქართველი ხალხი არ არის განსხვავებული. ამომრჩეველს შეიძლება სხვადასხვა გემოვნება ჰქონდეს, მაგრამ ერთ რასაც უყურებს, არის ორი რამ და რაც ჩვენ უნდა შეძლოთ. რა არის თავარი გამოწვევა? აი თქვენ რა კითხვას დამისვით და გადავახდით უბრალოდ და სხვა საკითხს. ორი რამ არის. ერთი არის ის, რომ ჩვენ უნდა აუხსნათ ქართველებს, თუ როგორი საქართველო გვინდა აქეთ ამხარეს და ჩვენ ეს არის ჩვენი გამოწვევა და ჩვენ გვინდა საქართველოს ისეთი, რომელიც მიწაწყალი არ იყიდება და ბიძინა ივანიშვილი გადასულია საქართველოს მიწაწყლის გაყიდვაზე, ეს ერთი და მეორე. არის კი აქეთ კომპეტენტური, თანმიმდევრული, პრინციპული ალტერნატივა? პრობლემა გვაქვს ამ მიმართულებით და ჩამოვთვალე მაგალითები უნდა აუხსნათ რომ აქეთ მხარეს ანუ ოპოზიციის მხარეს არის კომპეტენტური პრინციპული ალტერნატივა და ესე იგი დაინახა ხალხმა ამ ალგორითმს თუ მივყვებით ეს ალტერნატივა დაინახა და გამოწვევა გაქვთ ესე იგი ამ გამოწვევამ შეგიშალათ ხელი არა დაინახა ხალხმა ეს ხალხი იმიტომ აღარ მივიდა არჩევნებზე ოქტომბერს რომ აზრი არ ქონდა ამ არჩევნებს ესეც დაინახა და მე დარწმუნებული ვარ რომ გენერალურ ბრძოლაში გამოყვება ხალხი იმიტომ რომ ხალხი ცვლის ხელისუფლებას ბოლო კითხვა მაქვს თქვენთან ასეთი არის ინსტრუმენტი აქვე ცალსახად ვიტყვი რომ პარტიების აკრძალვა რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის მე მგონი ამას რაღაც განსაკუთრებული რაღაც კრიტიკულობა არ სჭირდება იმის დაფიქსირებას რომ ეს არის ძალიან მძიმე უმძიმესი გადაწყვეტილება დემოკრატიისთვის, პოლიტიკისთვის, პარტიული ცხოვრებისთვის, მაგრამ შევეცდები ახლა ასე დავსვა კითხვა. საარჩევნო შედეგი არ აღიარეთ, პარლამენტში არ შეხვედით, საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეთ და ივანიშვილი თუ ჩაგვინიშნავს არჩევნებს, ჩვენ არ ვაპირებთ ამ არჩევნებში შესვლას ამბობთ. ანუ არის თუ არა რომ როგორი იყო და დავაკონკრეტოთ. დააკონკრეტეთ კითხვის პასუხად, მოგცემთ ამის შესაძლებლობას. ამ მოცემულობაში თქვენ თავად აიკრძალეთ პოლიტიკურ პროცესში თუ საარჩევნო პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. ანუ ამ გარემოებაში თქვენ რა მნიშვნელობა აქვს რას იზამს საკონსტიტუციო სასამართლო აი რატომ გეკითხებთ რომ თუ ივანიშვილი აღარ იქნება გადავარდება და ჩამოვარდება და ჩამოიქცევა ქვეყანა და ვთქვათ რაღაცა როგორ არის რომ აი კრიზისით შიდა და გარეწნეხით სადღაც ჩამოიშლება მაშინ თქვენც იქნებით პოლიტიკაში და ყველა ანუ რა აზრი აქვს მაშინ ამას ანუ ესე დგას თუ არა საკითხი ეხა თქვენ რაც ისაუბრეთ დაახლოებით კობახიძის პოლიტიკური თეორიაა თქვენ კი არ გეუბნებით რომ გაიმეორეთ უბრალოდ ესე უყურეთ არა ასე შევხედოთ ასე რო იყოს საკითხი აი მაყურებელმა რომ თქვას თუ არჩევნები არ გინდა თუ პარლამენტი არ გინდა მაინც ხო რა ვიღაცამ რო თქვას არჩევნები არ გინდა პარლამენტი არ გინდათ ეგრე არ არის ერთიც გვინდა და მეორეც ხო აი ამიტომ ახსენეთ ამიტომ გეკითხებით. განსაკუთრებული წარმატება გვიქნება და გქონდა, მაგრამ ეხლა დაუბრუნდე იმას, რაც მნიშვნელოვანი შეკითხვა. რომ თავი ავიგრძალეთ ჩვენ, თავი კი არა ავიგრძალეთ ჩვენ. ჩვენ ვიქნებით
ამ პროცესის შემდეგ გამარჯვებულები. ეს ერთი. მეორე ის რასაც საუბრობთ რომ პარლამენტის მანდატს გამოიყენებს თუ არა საქართველოს პარლამენტში არჩეული წევრი ან არჩევნებში მიიღებს თუ არა პოლიტიკური პარტია ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა და ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი. ხან მონაწილეობ არჩევნებში, ხან არ მონაწილეობ. ეს არის პოლიტიკა და არჩევნები. ეს მეორე საკითხი. მესამე საკითხი რაც არის ბიძინა ივანიშვილის დანიშნულ არჩევნებში მივიღებთ თუ არა მონაწილეობას. ჩვენ ქართულ ოცნებას არ ვაღიარებთ ლეგიტიმურ პარლამენტის ფარგლებში და მთავრობის ფარგლებში. თორე ქართულ ოცნებას მხარეთ ავაღიარებთ, რა თქმა უნდა, ეხა არავინ არ არის რეალობას მოწყვეტილი, რომ თქვათ, რომ ეხა ქართულ ოცნება არ არსებობს. ქართულ ოცნება არსებობს, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება და მაგიდის მეორე მხარეს აუცილებლად იქნება ქართული ოცნება, მაგრამ ისე ვერ გამოვა ქალბატონ დიანა, რომ პოლიტიკოსები აკრძალული იყოს, პოლიტიკოსები ციხეში იყვნენ, პოლიტპატიმრებს აწამებდნენ და აქ არჩევნების თამაშობანი გამართოთ და შემდეგ ეს შეფასდეს სამართლიანი არჩევნები. რომელ ქვეყანაშია სად გინახავთ თქვენ, რომ პოლიტპატიმრების და ლიდერების, განსაკუთრებით ლიდერების, აი პირველი ნომერი, მეორე ნომერი, პრემიერობის კანდიდატი, მერობის კანდიდატი, რაღაც მინისტრთა კაბინეტის მომავალი შესაძლო წევრი და ასე შემდეგ, იყოს ციხეში და ესე ანუ როგორი თანასწორია, როგორი სამართლიანია, როგორი ხელმისაწვდომია მათთვის არჩევნებში მონაწილეობა და ასე შემდეგ. ეს ხო ესე არ არის. ანუ ეს ბიზნეს წესები კი არ იქნება, ეს იქნება სამართლიანი წესები. ჩვენ არც ოპოზიციის წესებით ამ არჩევნების ჩატარებას არ ვითხოვთ. ჩვენ ვითხოვთ იმ დადგენილი მინიმალური სტანდარტით არჩევნების ჩატარებას, რომელიც არის აუცილებელი თანამედროვე სახელმწიფოებისთვის. და ბიძინა ივანიშვილს ესეც არ უნდა იმიტომ გრძალას, რომ მინიმალურ სტანდარტში ის დამარცხდება, იცის, შეშინებულია. ახლა ვიღაცები საუბრობენ კორუფციას ებრძვის. რა კორუფციას ებრძვის? ხალხო კალხაკალაძეზე კორუმპირებული საჯარო მოხელეები სოფლიოში არ არსებობს, შეიძლება კორუფციას კი არ იმ ხალხს ანადგურებს პოლიტიკურად, ვისაც არ ენდობა. თორე ვინც არიან დარჩენილები და ვინც ახლა იჭერენ მეორე ფრთას, თქვენ გონიათ იმათ ფული არ აქვს მოპარული. ყველა მათ ოჯახის წევრს აქვს სამშენებლო ბიზნესი. ყველა მათ ოჯახის წევრს აქვს ნავთობპროდუქტების ბიზნესი, გადამუშავების და ასე შემდეგ. სხვა დროს ვილაპარაკოთ, მე მინდა ერთი უბრალოდ რეპლიკის სახით თქვა ელენესთან დაკავშირებით თქვი, რომ გირაოს სანაცვლოდ რაღაცნაირად მინდა მართლა ეს ხალხი თავისუფლებაზე იყოს და პროცესში იყოს ესეთი აქტიური ადამიანები, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვაფასებ მის შემთხვევაში თანმიმდევრულობას, იმიტომ რომ ელენე მართლაც არის ამით გამორჩეული, რომ რაღაცნაირად არაღიარების პოლიტიკა რაც აქვს ყველა დონეზე და ეს იყო მისი გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, არ მინდა რომ ჩემი რეპლიკა იქნეს აღქმული, რომ მე რაღაცნაირად ვამუნათებ. მას აქვს რა თქმა უნდა სრული უფლება, რომ მისი ხაზი, როგორიც აქვს მას ეს არ ვაღიარო არც ერთ დონეზე, არ მაინტერესებს თქვენი გირაო ჯარი, მოკეთ ეს. მე მივხვდი თქვენ რომ რა კონტექსტი დასვდა. კი ბატონო, არა, მე თქვენთვის არა განმარტე, იმიტომ რომ შეიძლება არ ვიცი ელენეც მიყურებდეს საპატიმროდან და მინდა რომ მოგითხრა ელენეს და ელენეს მსგავსი პრინციპული, თანმიმდევრული და ივანიშვილის რეჟიმთან წინააღმდეგობაში ყოფი პოლიტიკოსი ბევრი არ არის. ის მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს იმის, რაც მან გააკეთა. თენგო, მადლობა.